უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა. მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა დღეს საზოგადოების მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მათ კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სიმბოლური აქციით ერთის მხრივ უკრაინის მიმართ ერთგულებას გამოხატავენ, მეორეს მხრივ კი შეკრება მხარდაჭერის დასტურია დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ. აქცია ბათუმის პარალელურად საქართველოს ამდით ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართა. აქცია საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით დაიგეგმა. ამ აქციის მიზანი არის გამოუცხადოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ დავუგმოთ რუსული აგრესია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ შეჩერდეს უნდა რუსეთის აგრესია, რომელიც ამჯერად უკრაინაზეა გადატანილი, საქართველოს მიმართებაში ყველამ კარგად ვიცით რა და როგორ ხდება. ამიტომ ვდგევართ აქ, იმიტომ რომ გარდა აქციისა და მსგავსი მხარდაჭერისა, აქედან მეტი ის არაფერს გაკეთება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია და ესეც რო არ გავაკეთოთ, ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ხარს ვარ დაუდექით და სოლიდარობად ვარ გამოვუცხადეთ ჩვენ ძვებს უკრაინელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვარს ვამბობთ თუნდაც ჩვენს მომავალზე.